მოგესალმებით. მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: ნუ შეგეშინდებათ ბედნიერების, ის არ არსებობს. ციტატის ავტორია თანამედროვე ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, მინდა ტრადიციულად გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა და დამეხმაროთ არხისთვის 1000 გამომწერის შეგროვებაში. ყველას დიდი მადლობა დახმარებისთვის. ეხლა მთავარი სათქმელი რა მაქვს დღეს? ჩემ წარმოდგენაში თანამედროვე ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან. ისინი, ვინც სრულ უპირატესობას ტექსტს ანიჭებენ და ისინი, ვინც ვერ წყდებიან ეკრანს, ვიზუალს. მე თვითონ ტექსტის ადამიანი ვარ და როცა რატომღაც გადავწყვეტ, რომ რომელიმე კონკრეტული ფილმის ნახვა მინდა, მაშინ მეწყება ჭოჭბანი. ღირს თუ არა დროის დაკარგვა ფილმის ყურებაში, ხომ არ ჯობია ეს დრო წიგნის წასაკითხად გამოვიყენო. რამდენიმე დღის წინ ჩემი ოჯახის ახალგაზრდა წევრმა თავის მეგობრის შესახებ მიამბო, რამდენჯერაც რომ რაიმე კონკრეტული წიგნის წაკითხვა შევთავაზე, იმდენჯერ მითხრაო, რომ სანამ ამ წიგნს წავიკითხავ, დაფიქრდი რამდენ ფილმს ვნახავ და ღირს დროის დაკარგვაო წიგნის წაკითხვაშიო. ძალიან ზუსტი ფორმულირება, ან მიმაჩნია, რომ წიგნის კითხვაში ვკარგავ ძვირფას დროს, ან მიმაჩნია, რომ ფილმის ყურებაში ვკარგავ ძვირფას დროს. მაგრამ მეც ვფიქრობ, რომ 21 საუკუნეში ტექსტი ვიზუალს ძალიან ძნელად გაეჯიბრება. ხო და ფილმების მიმართ კი ვარ რგულგრილი, მაგრამ რატომღაც ამოვიჩემე, რომ მინდოდა მენახა ტატო კოტეტიშვილის ფილმი წმინდა ელექტროენერგია. არც ვიცოდი ეს ფილმი რას ეხება, მაგრამ აფიშა მქონდა ნანახი, ამ აფიშას შემდეგ დაუბრუნდები და ალბათ სათაურმაც მიმიზიდა ერთგვარმა პარადოქსმა წმინდა ელექტროენერგია. ფილმი აღმოჩნდა ძალიან ღრმა და დამაფიქრებელი. როდესაც ადამიანი თანამედროვე ქართულ ფილმზე იწყებს ლაპარაკს, უმალ აღმოჩნდება იმ გამოწვევის პირისპირ, რომ შეიძლება ვერავინ ვერ გაიგოს რა უნდა, რას ლაპარაკობს, იმიტომ რომ სავარაუდოდ ბევრს ეს ფილმი ნანახი არ ექნება. მაგრამ მე მაინც გავრისკავ, იმიტომ რომ იმდენად ფილმზე არ მინდა ლაპარაკი, რამდენადაც მინდა, რომ ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ საზოგადოების შესახებ. მაინც ფილმით დავიწყებ. წმინდა ელექტროენერგია არის ფილმი ნივთებზე და ადამიანებზე. თავიდან ყურადღებას ნივთები იპყრობს, გარეუბნის დეკორაცია, ძველმანების გადასაყრელი სივრცე, დიდი სივრცე ღია-ცის ქვეშ, იქვე ახლოს ვხედავთ ღარიბულ დახლებს, ვხედავთ ხმარებისგან მეტისმეტად შელახულ ძველ სათამაშოებს, გაფუჭებულ და ფუნქცია დაკარგულ მუსიკალურ საკრავებს და ასე შემდეგ. თანდათან ავანსცენაზე ადამიანები გამოდიან და კამერის ფოკუსში ხდებიან შემთხვევითი, გაჭირვებული, ჯანმრთელობა შერყეული, თავის გადარჩენის მოწადენი, მაგრამ ენერგია გამოცლილი ადამიანები. თუმცა ფილმს ყავს ორი მთავარი გმირი, ორივე ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა კაცი. და ისინი სხვების მსგავსად არიან ამ გადარჩენის ეკონომიკაში ჩართულები. ფილმის დაწყებიდან მალევე ეს ორი ადამიანი პოულობს ნივთების გვირგვინს, პოულობს ჩემოდანს, რომელიც სავსე აღმოჩნდება გადაყრილი ჯვრებით. და რა ხდება ამის შემდეგ? ამის შემდეგ ჩვენი გმირების ხელში ეს ჯვარი ხდება გადარჩენის ინსტრუმენტი. ისინი ყველა დანარჩენი ძველმანის დევნას მიატოვებენ, თავს დაანებებენ, ამ ჯვრებს გაწმენდნენ, განაახლებენ, ნეონის განათებით გაალამაზებენ და შემდეგ იწყებენ ოჯახ-ოჯახ სიარულს იმისთვის, რომ ეს ჯვრები გაყიდონ. და ეს ყველაფერი ხდება გარეუბანში, თბილისის გარეუბანში. და კი ვთქვი, რომ ეს ფილმი არის ნივთებზე და ადამიანებზე, მაგრამ გარეუბნის ნივთებზე და ადამიანებზეა ფილმის სინამდვილეში და ეს ქმნის ფილმის მთავარ შინაარს. რატომ არის გარეუბანი მნიშვნელოვანი? ერთხელ მწერალმა ზურაჯიშკარიანმა, რომელსაც გარეუბანში ცხოვრების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და დიდი დაკვირვება აქვს ამ გარეუბანთან დაკავშირებით, ინტერვიუში მითხრა, მცირე ციტატას წაგიკითხავთ, გლობალურ გარეუბანს აქვს თავისი მინუსები და მარგალიტებით მოჭედილი პლუსები. აქ ილექება ის იდეები, რომლებიც ცენტრიდან განიდევნა.
გარეუბნებში ილექება და აქვე აქვს განვითარების პერსპექტივა გარკვეულ იდეებს, რომლებიც მერე ისევ ცენტრში ხვდება და იქაურ სტრუქტურას არღვევს. აქ ციტატა სრულდება. არ ვიცი წმინდა ელექტროენერგიის რეჟისორ სტატო კოტეტიშვილს ოდესმე უსაუბრია თუ არა ზურა ჯიშკარიანთან გარეუბნის შესახებ, მაგრამ რასაც იგი ფილმში აკეთებს, ზუსტად ემთხვევა ზურას გამოცდილებას და ზურას ხედვას გარეუბანთან დაკავშირებით. სტატო კოტეტიშვილის ფილმში ჩანს გადაყრილი ნივთები, რომლებსაც მერე ფასი ედება, მცირე, მაგრამ ფასი ედება. ჩანა ცენტრიდან განდევნილი ადამიანები, უпростоრად ის ადამიანები, რომლების ადგილი შეიძლება იყოს მხოლოდ გარეუბანში და ამ ადამიანებსაც ასევე ფასი ედებათ. ჩანს დაჟანგებული და თავიდან მოშორებული გადაყრილი ჯვრები, რომლებიც ლამაზდება და შემდეგ ოჯახებში ბრუნდება, ოღონდ ბრუნდება როგორც ნივთი, როგორც სამშვენისი და არა ვთქვათ როგორც ჯვარცმის და აღდგომის სიმბოლო. ესე იგი, გამყიდველების ხელში ეს ჯვარი არის გადარჩენის ინსტრუმენტი და მყიდველების ხელში არის სახლის მოსართავი. თითო რეჟისორი ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომ ფილმის იდეაზე მუშაობისთვისო ბიძგი მომცა ბოლო პერიოდში მომრავლებულმა ამ განათებულმა დიდმა ჯვრებმა, რომლებსაც ბევრგან ხედავთო და მართლაც თუ თბილისიდან მაგალითად მანქანით გაემგზავრებით ნებისმიერი მიმართულებით, ბევრგან დაინახავთ ამ დიდ რონჯვრებს შეფენილს გორაკებზე, მთის კალთებზე, მანათობელი ჯვრებია და ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, საიდან გაჩნდა ეს ჯვრები, რატომ მომრავლდა, მათი შინაარსი რა არის. ყოველ შემთხვევაში მე ეს კითხვა გამიჩნდა იმის შემდეგ, რაც ამ თემაზე მქონდა საშუალება, რომ ესაუბრა ბატონ გიგა მამინაშვილთან, ფსიქოლოგთან, რომელმაც ძალიან დაწვრილებით ახსნა ეს მოვლენა. ხო და იმდენად უცხო იყო, რასაც ბატონი გიგა ამბობდა, რომ სამუდამო დამამახსოვრდა. ხო და აი ფილმის აფიშაზე რომ ეს მანათობელი ჯვრები დავინახე, ფიქრობ, რომ ალბათ სინამდვილეში ამ ფილმის მიმართ ინტერესი სწორედ იმიტომ გამიჩნდა, რომ სადღაც ცნობიერში თუ არაცნობიერში მქონდა ჩარჩენილი ეს ბატონი გიგას მონათხრობი ჯვრების შესახებ. ეხლა რას ამბობდა ბატონი გიგა? საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქართულ საზოგადოებაში დაიწყო რელიგიის მასობრივი დაბრუნება და ამ პროცესმა მთელი საქართველო მოიცვაო და მართლაც ესე არის, ეს ყველაფერი ჩემი თაობის თვალწინ ხდებოდა და ჩვენც მეტნაკლებად ამის მონაწილე ვიყავით. და ეს რელიგიური პრაქტიკა არ იყო ნამდვილად გამოწვეული არც რელიგიური აღზრდით, არც შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული და არც კულტურული მემკვიდრეობით. იმ ტიპის რელიგიურობა, რომელიც მთელ საქართველოს მოედო, აი რელიგიურ სიმბოლოებს დაუკარგა თავდაპირველი შინაარსი და მაგალითად ჯვარი აქცია, როგორც ბატონი გიგა ამბობს, წვრილი ნათურებით მორთულ პრიმიტიული კერპთაყვანისცემის მსგავს ობიექტად. ზუსტად იგივე დაემართა ხატებს, ფოტოებივით ამობეჭდილ ხატებს თქვენ ყველგან ნახავთ მიწისქვეშა გადასასვლელებში, ვთქვათ, რა ვიცი, ბაზრობებზე, მეტროს ვაგონებშიც კი პირადად მე უამრავჯერ მინახავს და გიგა მამინაშვილი ძალიან დაწვრილებით ხსნის ინტერვიუში ამ მოვლენის რელიგიური სიმბოლოების დეგრადაციის მიზეზს და ამ ინტერვიუს ბმულს დავტოვებ გადაცემის აღწერაში, იმიტომ რომ ეხლა მე ვერ გიამბობთ თავიდან ბოლომდე ამ ვრცელი ინტერვიუს შინაარს, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ როგორც მე გავიგე, ეკლესიაში მასობრივი დაბრუნება გამოწვეული იყო არა ვთქვათ სულიერი ცხოვრების აღორძინებით, არამედ იმ ტრამვით, იმ დანაკარგით, რაც საზოგადოებამ განიცადა საბჭოთა კავშირის დანგრევით და ადამიანები ეძებდნენ რაღაცნაირად ახალ პატრონს და ამ ახალი პატრონის ძებნაში მიაკითხეს ეკლესიას და ამიტომ ამ პროცესს ეკლესიაში ადამიანების დაბრუნების პროცესს ძალიან ცოტა რამ ჰქონდა საერთო სულიერებასთან. ეხლა მინდა რომ ფილმს დაუბრუნდე და ვთქვა რომ აი რელიგიური სიმბოლოების დეგრადაცია, რა თქმა უნდა, ნიშნავს
საკრალურის პროფანაციას და სწორედ ამიტომ, სწორედ პროფანულ სივრცეში, აი მაინდა-მაინც გარეუბანში არის ამ ნივთებად ქცეული სიმბოლოების ორგანული ადგილი. ოღონდ, ჩემი აღქმით, სათქმელის მთავარი სიღრმე რა არის? ის არის, რომ ეს გარეუბანი, ეს პროვინცია, ეს პროფანული სივრცე მისთვის დამახასიათებელია იმ სიმბოლოების დეგრადაციით. ერთი უბნის მაგალითზე კი არის ნაჩვენები, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მთელი საქართველოს შინაარსი, რასაც ჩვენ ტატო კოტეტიშვილის ფილმში ვხედავთ, იმიტომ რომ ის, რასაც ამ ფილმში ვხედავთ, სიღარიბე, ძალაგამოცლილი ადამიანები, განივთებული სიმბოლოები, ეს არის მთელი საქართველოს რეალობა. მე ვფიქრობ, რომ ტატო კოტეტიშვილი ძალიან ღრმად ჩაწვდა დღევანდელი საქართველოს არსს და გვიჩვენა ქვეყანა როგორც პროვინცია და მისი მთავარი სიწმინდეების აი ეს განივთება გვიჩვენა და გვიჩვენა მათი გადაქცევა გადარჩენის ინსტრუმენტად. ძალიან ღრმა ამბავი არის. კიდევ არ ვამბობ ხა ყველაფერს ბოლომდე, მაგრამ თქვენ თვითონ შეგიძლიათ მიხვდეთ რას გულისხმობ იმის იქით, რაც ვთქვი. მაგრამ რაც ვთქვი, არაფერს არ ექნებოდა ფასი, რომ არა თავარი ამ გარეუბნის ესთეტიკაში. თავარი არიან ადამიანები, რომლებიც მართლაც თვითონაც ცენტრიდან განდევნილები არიან და ცენტრიდან განდევნილ იდეებს აცოცხლებენ ეს ადამიანები, ავითარებენ და ისინი არიან გარეუბნის მარგალიტები, რომელიც ზურა ჯიშკარიანმა ახსენა. ნივთები ხომ ძველია და უვარგისია, სიმბოლოები ხო დეგრადირებულია და შინაარს გამოცლილია. გარემო ხო ჭუჭყიანია და მარტო იაფფასიან საკვებს იჩერებს თავის წიაღში. ადამიანებიც ხო ჯანმრთელობა შეხულები არიან და გადარჩენისთვის ნამდვილად აი საწყლად მებრძოლები ხო? მაგრამ აი ზუსტად აქ ამ უღატაკეს გარემოში, ამ პროფანულ სივრცეში ხედავთ, რომ ადამიანი რჩება ადამიანად, რჩება მეორე ადამიანისთვის თავშესაფრად და თვითონაც არის მეორე ადამიანის ზრუნვის ობიექტი. აი ამიტომ ზუსტად მიუხედავად იმ გარემოსი, რომელსაც ვხედავთ ფილმში, ხომ? ფილმი არ არის რთული საყურებელი, იმიტომ რომ ის ჰარმონია ყველგან იგრძნობა, რაც აქ არის ადამიანებში და მათ შორის ურთიერთობებში. და როდესაც ფილმში აგრესია მაინც შემოდის, ის არ ჩნდება გარეუბნის წიაღში, ის შემოდის გარედან. საიდან ვიცით ეს? ვიცით იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ აგრესიის მატარებლები არიან, მოდიან მანქანით. საიდანღაც მოდიან მანქანით. და მოდიან იმისთვის, რომ ამ გარეუბნის ჰარმონია არიონ და მეტისმეტად ღრმად იჭრებიან ადამიანის პირად ცხოვრებაში. იმდენად ღრმად, სადაც მათ არაფერი არ ესაქმებათ. და სწორედ იქ აი ამ სიღრმეში ეუფლებიან იმ ადამიანის ისეთ საიდუმლოს, რომელთანაც არავის არ გვესაქმება ჩვენ სინამდვილეში. და ზუსტად აი ამ გარედან შემოჭრილი ძალადობის შედეგად ვიგებთ ჩვენ მაყურებელი, რომ თურმე ფილმის ორი მთავარი პერსონაჟიდან ერთ-ერთი არის ტრანსგენდერი. ფილმში მანამდეც ჩანან ტრანსგენდერები, ისინი შედან სუფრასთან, სრულიად მშვიდად, ჰარმონიულ, დაცულ გარემოში არიან და როდესაც ვიგებთ, რომ ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ტრანსგენდერია, აქ სრულიად ახალი პერსპექტივა ჩნდება ამ ფილმთან დაკავშირებით. ესე იგი, რა გამოდის, რომ ჩვენ ვხედავთ გარემოს, რომელშიც ტრანსიდენტობა არ არის გამოწვევა, არ არის ტაბუირებული რამ, არამედ არის ნორმალური მოვლენა, რადგან იმ მთავარი პერსონაჟი შემოდის ჩვენ ცნობიერებაში, როგორც ძალიან სიმპათიური ადამიანი, რომელიც ზრუნავს სხვებზე, ჩვენ ვაფასებთ მის შრომას გადარჩენისთვის, ჩვენ ვაფასებთ მის ურთიერთობას სხვა ადამიანებთან და როდესაც ეს ადამიანი ბოლოს აღმოჩნდება ტრანსგენდერი, მისი ეს იდენტობა უკვე აბსოლუტურად ნორმალიზებულია. აბსოლუტურად ნებისმიერი ნახველისთვის ეს ესე იქნება. და ეს დისონანსი, აი ღარიბი, გადარჩენაზე ორიენტირებული გარემო და ამ უმძიმეს გარემოში ადამიანობის, ნებისმიერი იდენტობის, ნებისმიერი
სოციალური სტატუსის აღიარება, მიღება და სრული პატივისცემა არის გარეუბნის საზრისი, გარეუბნის სულიერი გრამატიკა, რასაც აჩვენებს ტატო კოტეტიშვილი თავის ფილმში. თუმცა ფილმის ბოლოს თავი პერსონაჟები მაინც არიან უარყოფილები მათთვის ძვირფასი ადამიანების მხრიდან არიან უარყოფილები სწორედ თავისი იდენტობის გამო, სხვადასხვა იდენტობა და სხვადასხვა მიზეზია უარყოფის, მაგრამ ამ გარემოში სხვანაირად არც შეიძლებოდა რომ მომხდარიყო და არც შეიძლებოდა რომ ამბავი სხვანაირად დამთავრებულიყო, იმიტომ რომ სხვანაირი გამოსავალი იმ გარემოში, რომელიც აღწერა ტატო კოტეტიშვილმა ფილმში, უბრალოდ არ შეიძლება რომ არსებობდეს, ვერ იარსებებს. ბედნიერება არის შეუძლებელი იმ გარემოში, რომელსაც ჩვენ ფილმში ვხედავთ და რომელშიც ადამიანები უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვიან. მაგრამ ფილმი უნდა ნახოთ, რომ მისი ფინალი ზუსტად აღიქვათ და დააფასოთ, აი რამდენად ფაქიზი არის ეს ფინალი და რამდენად გამოუვალი არის ის მდგომარეობა, რომელშიც ფილმის გმირები არიან. მადლობა ტატო კოტეტიშვილს ამ უაღრესად მართალი და დამაფიქრებელი ფილმისთვის. მადლობა იმისთვის, რომ გვიჩვენა ჩვენი ძვირფასი სამშობლო, როგორც პერიფერია, სადაც ყველაფერი წმინდა არის დეგრადირებული და სადაც უბრალოდ შეუძლებელია ბედნიერება. მაგრამ ამ ფილმის დეჰუმანიზებულ გარემოს რა კი ახლავს ჰუმანური ურთიერთობები ადამიანებს შორის, მე ვხედავ ჩემი გაგრძელებით და ჩემთვის სწორედ ამ ფილმით ტატო კოტეტიშვილმა ცადა, რომ ადამიანობა დაებრუნებინა ცენტრში და რა არის ცენტრი? ჩემთვის ცენტრი არის თითოეული ადამიანის გული და გონება, ვინც ამ ფილმს უყურებს, იმიტომ რომ დეგრადირებული გარემოს შეცვლის ერთადერთი უნარი, ერთადერთი ცოდნა და შემძლეობა აქვს აი ამ სტრუქტურას, რაც არის ადამიანი, ხო? და თუ გვინდა რომ გავაჩინოთ ბედნიერების შესაძლებლობა ფილმის გმირებისთვისაც და თითოეული ჩვენგანისთვის, მაშინ პირველ რიგში ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ, სად ვცხოვრობთ ჩვენ, რა გარემოში ვცხოვრობთ. მე პირადად ვჯერა, რომ მიშელ უელბეკის ცინიზმი, რომელიც არის მის ციტატაში, რომ ნუ გეშინიათ ბედნიერების, ის არ არსებობს, სინამდვილეში არის დაძლევადი. იმიტომ რომ პირადად ჩემთვის ტატო კოტეტიშვილის ფილმი აჩვენებს ზუსტად, რომ ადამიანს შეუძლია იყოს მეტი გარემოზეც, იყოს მეტი ნივთებზეც და იყოს მეტი შეუძლებლობებზეც. დღეს ამით დავასრულებ და შემდეგ პარასკევამდე დაგემშვიდობებით. ტრადიციულად ისე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და არც ამ გადაცემის მოწონება დაგავიწყდეთ, თუ მიგაჩნიათ, რომ დაიმსახურა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან ერთად